საკუთრების უფლების დარღვევისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს ამ საკითხებზე იმჟელა დღეს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ. კომისიის წევრების შეკითხვებს ქსნის მე-15 პენტენციური დაწესებულებიდან მსჯავრდებულმა კახა მაღლაკელიძემ უპასუხა, ასევე კომისიის წინაშე წარსდგნენ კახა დაბრუნდაშვილი და ბიზნესმენი რამაზ ახვლედიანი. უფრო კონკრეტულად რაზე ისაუბრეს კომისიის ხდომაზე მიწვეულმა პირებმა, ამას თამარ ციკლაური გვეტყვის, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება საკანონმდებლო ორგანოდან. თამარ, გისმენთ. გირგვლიანის საქმე 2. ასე მოიხსენიებდნენ დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები იმ საქმეს, რომლის მომხსენებლადაც მოусმინეს კახა დაბრუნდაშვილს. კახა დაბრუნდაშვილმა დეტალურად გაიხსენა 2005 წელს განვითარებული პროცესები და მოვლენები, ის ისტორია, რომელიც მას და მის მეგობარს ვამე ხაბულაშვილს გადახდათ და ამ შემთხვევაში საუბარია დათა ახალაიას კონსტიტუციური უსაფრთხოების მაშინდელი სამსახურის მაშინდელი უფროსის და მის დაქვემდებარებაში მყოფი ოლეგ მელნიკოვისა, ოლეგ ფაცაციასა და მელნიკოვის მონაწილეობით თუ როგორ წაიყვანეს ის და მისი მეგობარი ოქროყანაში, როგორ მოხდა მათ ფიზიკური ანგარიშწორება და თუ როგორ ემუქრებოდა თავად პირადად დათა ახალაია მას და მის მეგობარს მოკლით. 4 მანქანა გიჟურის სწრაფით შემოდის ტაბიძის ქუჩაზე. პირველი მანქანა დგება ირიბად, ანუ კეტავს მოძრაობას. შუა 2 მანქანა, ანუ მომდევნო 2 მანქანა, 4-ვე კარი იღება ყველა იარაღ ამოღებული ხტება მანქანიდან. მეოთხე მანქანა კეტავს შემოსასვლელ გზას, ტაბიძის შემოსასვლელ გზას და ამასთან ერთად სროლებით და არ გაინძეს გაგხრიტავთ ჩემი არკიდან 1-20 მეტრით მოშორებით. ანუ ამას უკვე ჩემი მეგობრები მიყვებიან რომ დავბრუნდი. არის გაჩერებული შავი Camry, Toyota Camry. და ეხა იმ დროს მით უმეტეს ყველასთვის ცნობილი დავით ახალაია არის გადმოსული, კარები გამოღებულზე დაყრდნობილი. ტყავის გადაჭრილი ხელთათმანები და ესე იფშნიტავს თითებს და გვიყურებს ყველაფერს, თურმე ამას აკვირდება. ჩვენ რო დავიძარით, მოკლედ, პატრული უკან მოყვება და განუწყვეტლივ იძლევა მითითებას, რომ მანქანა გავაჩეროთ, გააჩერონ. რადგან ესენი არ ეთანხმებიან. მოდის ეს უფროსი, ვინც ახსენა ამ საპატრულო თანამშრომელმა, ჩვენი ვარაუდით 100 მეთაური. და მინდა აქედან, ეხლა მე ვიცი, რომ ის ადამიანი ან გვიყურებს, არ არსებობს, მე მინდა მას უდიდესი მადლობა გადაუხადო. მან გვაჩუქა ჩვენ სიცოცხლე, ხდება საოცრება. ყველა ვინც კი იმ 2 მანქანაში იყო, ეს კონსტიტუციის ეგრეთ წოდებული თანამშრომლები. ეს პიროვნება უფროსი ავალებს მეორეს, ალბათ თავის თანაშემწეს. ყველას დოკუმენტი კაპოტზე და ამომიწერე ყველას ნომრები. და შეასრულა. ამან გადაგვარჩინა ჩვენ. მეორე დღესვე ის აღარ იყო არავინ. ამასაც გეტყვით. ვერ გავიგე რას ნიშნავს არავინ არ იყო. დასაჯეს. პატრულის თანამშრომლები გაუშვეს სამსახურიდან, ანუ ხო? მოგეხსენებათ გირგვლიანი ცხონებული სადაც აწამეს. მიყვარს ზუსტად იმ ადგილზე. სასაფლაოზე. ოქროყანაში. ოქროყანის სასაფლაოზე. ჩემთან დარჩეს 3 პიროვნება და დანარჩენი დაიძრა ხევისკენ, საიდანაც ვამეხი წაიყვანეს. აბსოლუტურად ყველაფერი მესმოდა. ყველა დარტყმა, ყველა გინება თუ რაც იქნებოდა, მეც ვამეხის გზით ჩამიყვანეს და ვხედავ რა სურათს. ვამეხი მუხლებზე გდია. წარმოიდგინეთ, რომ თვალების ადგილზე, რომ ბრიტო რო გაუსვა ადამიანს და მარტო ის ხაზი რო იყოს. ვეღარც ხედავს, ვეღარც ლაპარაკობს სისხლე ბიზნეს პირიდან, ორი თვალი დაკარგა სხვათა შორის. დათა ახალაია პიჯაკს წევს, იღებს იარაღს, ესეთ მდგომარეობაში ტენის და იწყებს ესეთ თამაშს.
ხან მე მომიშვერს, ხან ვამეხს. ხან მე მომიშვერს, ხან ვამეხს. აი ეს გზერდება 1-2-3 წუთი. და ნიცინის. ბიჭო, მე თქვენი დედა ნუ არ ვასრულებ. რომელი პირველი? დათა მელკოდეს ალანია რომ წავიდნენ 1.50 მეტრით რომ გავჩორდნენ ჩვენ. ჩერდებიან, დათა უბრუნდება მელნიკოვს. რაღაცას ეუბნება, ავალებს და მელნიკოვი აი და მოდის ჩვენსკენ. დაიწყო ჩემით. აი მთელი ჩემი ოჯახი დამისახელა. 2 თვის შვილი, მეუღლე, ან ყველა. ეხლა მას რატო აკეთებს თურმე? არავით არის ავადმყოფა. გაფრთხილებას გვაძლევს. არავით არის პოლიცია. ანუ არავ სახლის იქით ნაბიჯი და ისჯებით აი როგორ ამოგწყვიტავთ ოჯახებიანად. და მე რას მეუბნება? თან აი შენ იმენა ბოლოს გავიხვიტავ თავს რომ გაყურებინებ ყველა ოჯახის წევრს როგორ ამოგიწყვიტავ. და მე შენ დაგაკლავს ზედა. იგივე მოილის ამასაც თუ იცოცხლავ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მაშინ ერქვა კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახური, კუდი. კუდს ხელმძღვანელობდა დათა ახალაია და ოლეგ მელნიკოვი მისი მარჯვენა ხელი იყო, გერონტი ალანია და სხვები იყვნენ სხვადასხვა სამმართველოს ხელმძღვანელები, მაღალჩინოსნები, მათი პირველი და უპირველესი მოვალეობა იყო დანაშაულის პრევენცია. რა თქმა უნდა. დანაშაულის გამოძიება, გახსნა და გამოძიება და დამნაშავის დასჯა და რაც უსაფრთხოების სამსახურის უპირველესი პრიორიტეტია ტერორიზმთან ბრძოლა, საფრთხეების ქვეყნისთვის არიდება, თქვენნაირი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მშვიდობიანი პირობების შექმნა ცხოვრებისათვის და ოკუპირებული საქართველოს სახელმწიფოს უშიშროების დაცვა. რა თქმა უნდა. ამის ნაცვლად კუდის ხელმძღვანელი დათა ახალაია იმყოფებოდა ოქროყანის სასაფლაოზე და ხელმძღვანელობდა თქვენ სადამსჯელო ოპერაცია საზოგადოებამ გაიგო იმ ეგრეთ წოდებული გირგვლიანი 2 საქმის შესახებ, რომელიც რეალურად გირგვლიანი 1 გამოდის, იმიტომ რომ თქვენი შემთხვევა სასწაულებრივად გადაურჩით მას სიკვდილს და მომხდარია 2005 წლის სექტემბერში სანდრო გირგვლიანი და მისი მეგობარი ზუსტად დათა ახალაიას დავალებით. მელნიკოვის მონაწილეობით, გერონტი ალანიას და სხვების მონაწილეობით იმავე სასაფლაოზე, იმავე ხევში აღმოჩნდნენ 26 იანვრის ღამეს ნინოობა რომ თენდებოდა და სანდრო გირგვლიანი იმ ხევში მოკლეს. ცემა წამება არაადამიანური მოპყრობა სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში 2003 წლიდან 2012 წლამდე ეს არის საკითხი, რაზეც უკვე დროებით საგამოძიებო კომისიასთან ისაუბრა ქსნის მე-15 დაწესებულებიდან მსჯავრდებულმა კახამ აღლაკელიძემ და მან ისაუბრა საპატიმრო წლებზე, რომელიც მას გატარებული აქვს სწორედ 2003-დან 2012 წლამდე და უკვე შემდგომ პერიოდზე შედარებისათვის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა ასევე კითხეს, თუ რა სხვაობა არის სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში 2012 წლამდე და 2012 წლის შემდგომ პერიოდთან დაკავშირებით. 22 წელიწადია სასჯელის რიცხვი, მე დამაკარეს 2003 წელს, რაც მქონდა წაგელებული 100 მომხრები, 179-ის მეორე ნაწილი და 256 მომხრები, რომელიც გინდა გითხრათ იმათი არ ჩამიგდენია, პირადად შევხვდა ბაჩუასანაირ და მეკითხება რაც ეს ეხავდა, და მეც ვუთხარი, ჩემი ეცნებოდა რატომ მოკალიო და უმოწყალეთ ცემა. ცემა რატომ მოკალიდე მეუთხარი არ ჩამიდენია და ამონცხადე შიმშილობა შემსაქმესთან დაკავშირებით იქ არც მატრასი მოუწეს, არც რაღაცა ბადვაში გადამოყნეს საშიმშილო და თვითონ მაშინ იყო დირექტორი იმედა ასანიძე და სამჯერ ცემა, სამჯერ მოშიმშილე ვაჟო შიმშილობდი და სამჯერ ცემა რატომ შიმშილობა და ამის გამო ალმატურებით ცემეს, ალმატურებს ვაღუნავდე თავებზე. მოვიდოდეთ რომ დავეცე, თუმცა საჩივრები მიგვემართა ამის საუბაზე და არ ვიცი საიდან გაიგეს, როგორ გაიგეს და გადამეყოლეს მეექვსე დაწესებულებაში ამის გამო. იქ მიღების დროს დახვდა ჯონი ივანაშვილი. უსაფრთხოების უფროსი. იმან გავიცი, დაგიწყდა ისე და მე გავიციშებოდა წყალდაბოსება მოგვასულიერებდა კიდე გამულახავდა
კიდე წყალდაბას ხანდა და ასე გძელდებოდა რა ვიცი ალბათ 2-3 საათი. ცემის შემდეგ თუ იყო რაიმე სამედიცინო ზრუნველობა, ექიმები ხომ არ იყვნენ ასე ვთქვათ, მცემელები უშუალოდ. სარდაფა წამაგდეკონა და იმასაც ჩვენი ხალხები თუ შევეძებდით. გასაგებია, საჭმელზე ბძანეთ რომ საკვები იყო უხარისხო. და აბა როგორი შეერნი იძინებდით. სხვა პატიმრის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ან წამებას თუ შესწრები ხართ რომელიმე დაწესებულებაში? რამდენჯერაც გინდა მე ვთქვი თავიდან და მოგესე რომ ეს ჩემი ალბათ გომარება მონაგონია. უპროვარესებით ხდებოდა. 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ თუ ყოფილა ფიზიკური შეურაცხყოფა თქვენზე ან თქვენს ირგვლივ რომელიმე პატიმარზე? არასოდეს არ გამიგია. სიტყვიერი? არა, პირიქით. 130 კაცს რო ეძინა 20 საწოლიან საკანში ადამიანები ზეწარს ან რამე ტანსაცმელს ასე წელზე შემოიხვევდნენ და ორსართულიანი საწოლები იყო იმაზე ჩამოკიდებულებს ეძინათ რომ აი არ წაქცეულიყვნენ დრო ბეტონზე არ მოსულოდა სილი ეს იყო ეს პირობები რაც იქ არსებობდა. პატიმარი როცა ხდება საპატიმროში რაც არ უნდა ჰქონდეს მას ჩადენილი არ აქვს მნიშვნელობა არც მუხს, არც სასჯელის სიმძიმეს და წლების ოდენობას. ნორმალურ სახელმწიფოში მან უნდა მოიხადოს მხოლოდ ის სასჯელი, რაც მიუხსაჯა მოსამართლემ და არავის აქვს უფლება, რომ საკანში სასჯელახსულების დაწესებულებაში მას ზემოდან დაუმატოს რაიმე ტიპის სასჯელი. იქნება ეს შიმშილი, იქნება ეს სამედიცინო დახმარების უფლებაზე უარი. ცემა, არაადამიანური მოპყრობა და წამება, ყოველივე ეს არის თავის მხრივ სახელმწიფოს ხელით ჩადენილი დანაშაული. არასამთავრობოებზე მე ერთი აღნიშნო თალბატონი თუ გიდა ეს ასვლიშვილი რამოდენიმეჯერ მივწერეთ და არც ერთი და მე გამოხმაურება ეს აკოფი. რა უნდა აქნათ რომ გამოგეხმაუროთ, მე გეტყვით. უთხარით რომ მიხეილ სააკაშვილი ხართ, მიწერეთ და იმ წუთას გამოგეხმაურებიან. ვანო მერაბიშვილის და სხვა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი პატიმრების გარდა ნინო ლომჯარია სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ არც ერთი პატიმრის ბედით ჩემი იუსტიციის მინისტრობის ჟამს არ დაინტერესებულა. როდესაც მე პარლამენტში ვთქვი, ატყდა ჟივილხივილი არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციის და ნაციონალური მოძრაობის და თავად ნინო ლომჯარიასი, რომ როგორ თუ ვაკადრეს სიმართლის თქმა. ამიტომ თქვენ მესმის რომ გიკვირთ, მაგრამ არ გაგიკვირდეთ, იმიტომ რომ რეალურად ისინი ადამიანის უფლებებზე არ მუშაობენ. ისინი მუშაობენ იმისთვის, რომ როგორმე ისევ ნაციონალური მოძრაობა დააბრუნონ ხელისუფლებაში. ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის წილების დათმობის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა დღესვე საგამოძიებო კომისიასთან რამაზ ახვლედიანმა. მან დეტალურად გაიხსენა ის თუ როგორ მოხდა მისი მხრიდან შესყიდვა იჯარის ხელშეკრულებით ამ ტერიტორიის, ხოლო შემდეგ როგორ დაინტერესდა უკვე ამ საკითხით სახელმწიფო დაინტერესდნენ სახელმწიფო სტრუქტურებიდან, როგორ მოხდა სააქციო საზოგადოების შექმნა, ასევე სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობით მამუკა ხაზარაძესთან ერთად და უკვე საბოლოოდ როგორ დაათმობინეს მას მუქარით ის წილები, რომელიც მას ეკუთვნოდა და უკვე საბოლოოდ როგორ აღმოჩნდა ეს ტერიტორია, ეს წილები ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის კომპანიის საკუთრებაში. დღეისათვის დაასრულებულია უკვე დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობა და როგორც კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, კომისია მუშაობას უკვე 8 აპრილიდან გააგრძელებს. მადლობ თამარ ციკლაური საუბრობდა საგამოძიებო კომისიის ხდომის დეტალებზე პირდაპირ ეთერში.